მარცხნივ აი ეს folder-ის აიკონი რო არის, ამას როდესაც დაკლიკავთ, ნახავთ რომ გამოვა განყოფილებები უფრო მარტივ ენაზე, მაგრამ სისტემურ ენაზე ეს არის მოდულები. ყველა მოდული რაღაც თემატური დანიშნულებით არის. მაგალითად, home-ზე რო გადავიდე, ეს home-ი მთავარი გვერდი, სადაც რაღაც რეპორტები მაქვს გამოტანილი. ლიდებში ლიდებია, დილებში დილები არის და ასე შემდეგ, ხო? სხვადასხვა მოდული მაქვს, სხვადასხვა თემატური საჭიროებისთვის. ამიტომ სიტყვა მოდულს თქვენ მენე პროცესშიც ხშირად გაიგონებთ. მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ამ მოდულში როდესაც შეხვალთ, ყველა ერთნაირი ვიზუალის იყოს. უმეტესობა მასე არის, უმეტესობაში არის რაღაც ან Excel-ის ფორმატი, ან სხვა ხედვა, რასაც აირჩევთ იმ ხედვით დაინახავთ. მაგრამ შეიძლება იყოს ცოტა სპეციფიური მოდულები, მაგალითად, აი დოკუმენტში რო შევიდეთ, აქ დოკუმენტები არის. დესკში რო შევიდეთ, საერთოდ ზოხოს სხვა აპლიკაციაა, ზოხო დესკი არის, ოღონდ გამონათებული არის მოდულის სახით აქ. lead chain-ი კიდე ცალკე extension-ი არის. ხო? ამიტომ უნდა ხვდებოდეთ, რომ მოდული ეს არის თემატური განყოფილება და ამ მოდულში ან რაღაც სპეციფიური ვიზუალი არის, ან უმეტეს შემთხვევაში, როგორც არის ალბათ 80% შემთხვევაში, მეტი თუ არა, არის მონაცემები. Excel-ის სახით მოცემული თუ ისიც თუ list view-ზე გვიყენიათ, თორე შეიძლება კანბანზე გადავრთოთ და ისე მონაცემები იქნება, ოღონდ არა Excel-ით, არამედ ასეთი კანბანის ხედვით. მაგრამ ისე მონაცემებია. რეალურად ამის უკან მაინც Excel-ი დგას. უბრალოდ ვიზუალიზაციას ვცვლით. ხო? ამ ხედვების გადართვით. და რა უნდა ვიცოდეთ? მოდულში გვაქვს ჩანაწერები. მე ხა იმ 80%-ზე ვისაუბრებ. სპეციფიურზე არა, იმიტომ რომ ეს ბევრნაირი შეიძლება რომ იყოს. აი კლასიკურ გაგებაზე ვისაუბრებ. მოდულში გვაქვს ჩანაწერები. ამ ჩანაწერების ფილტრაცია რა ხდება, როგორ ხდება, ამაზე ცალკე ვიდეო იქნება. მაქვს აქ ჩანაწერები მოცემული და მე თვითონ ჩანაწერში შემიძლია რომ შევიდე. იმიტომ რომ აქ გარეთ გამოტანილი შეიძლება სრულად არ მქონდეს ინფორმაცია, ანუ გამოდის რომ მე როდესაც შიგნით ჩანაწერში შევალ, დავინახავ ამ ჩანაწერში მოცემულ ინფორმაციას უფრო დაწვრილებით. ეხლა ეს თქვენ სავარაუდოდ კი არა, თავიდან აკაუნტს რო ასე ჩაგეტვირთებათ, ამიტომ ჯობია ეს ვიზუალი გავარჩიოთ. ხო, როდესაც შიგნით შევალ, მე უკვე კონკრეტულ ჩანაწერში ვიმყოფები და აქ შემიძლია აქტივობები დავაფიქსირო, რაღაცები გავაკეთო, კომენტარები დავწერო, მოკლედ დავამუშავო ეს ჩანაწერი. ანუ რა გამოდის? გამოდის, რომ საქაღალდის აიკონი ტყუილა არ აქვს, ეს არის ფაქტიურად საქაღალდეებივით და ამ საქაღალდეებში ფურცლების სახით მიდევს ანკეტები. ყველა ჩანაწერს აქვს თავისი უნიკალური ID. ანუ გამოდის, რომ ყველა ჩანაწერი რაღაც უნიკალური ID-ით ფიქსირდება და ამ ID-ს ნახვა სხვადასხვა ზემოთ ლინკში შეგიძლიათ. ხა მაგალითად მე lead-ში ვიმყოფები და ხა ლინკი არ ჩანს, მაგრამ lead/ და მე დიდი ასე მრავალციფრიანი კოდი არის, რაც ამ კონკრეტული ჩანაწერის ID-ს განსაზღვრავს. და მე აქ შეგნით უკვე ამას ვამუშავებ. ახლა CF-ს როგორ ამუშავებ და ფილტრებს ეს უკვე შემდეგი ვიდეო არის, მაგრამ აქ არსობრივად, რასაც უნდა ხვდებოდეთ, არის ეს, რომ მოდული არსობრივად ნიშნავს რაღაც ცალკე საქაღალდეს, რომელშიც მაქვს ფურცლები ჩანაწერების სახით. მაგრამ მე შეიძლება ბევრი მოდული მქონდეს და უმეტეს შემთხვევაში ესეც არის, ბევრი მოდული აქვს და ეს მოდულები ერთმანეთთან ურთიერთდაკავშირებული არის. ეს უკვე სისტემური მახასიათებელი არის, იმიტომ რომ ეხლა რაღაც ფურცლების შემთხვევაში ურთიერთდაკავშირებული რთული არ იყოს, შეიძლება რაღაც ნახსენები იყოს, მაგრამ ასე პირდაპირ კავშირები არ არის, მაგრამ სისტემის შემთხვევაში არის ეს პირდაპირ კავშირები. მაგალითად, მე როდესაც lead-ში ვიმყოფები და ზარის ჩანაწერს შევქმნი, lead-იდან გავუსვლელად, აი კონკრეტულ ჩანაწერში როდესაც შევალ და აქედან გავუსვლელად, რომ ზარის ჩანაწერს შევქმნი, ხო? მე ეს ზარის ჩანაწერი აქაც გამომიჩნდება. მოდი ესე გავაკეთოთ. ზარის ჩანაწერი აქვე გამომიჩნდება და ასევე ეს ზარის ჩანაწერი, რასაც აქ შევქმნი და შევინახო, გამომიჩნდება ზარების მოდულში. აი აქ ცალკე ზარების მოდული რომ აქვს. ანუ გამოდის, რომ მე აქაც მიჩანს და იქაც მიჩანს, იმიტომ რომ ეს მოდულები, ჩანაწერები ურთიერთდაკავშირებული არის. ანუ ვეცადე რომ მაქსიმალურად მარტივად ამეხსნა, არაფერი ამაში განსაკუთრებული არ არის. შეიძლება უბრალოდ იმ დონეზე იცოდეთ ეს ყველაფერი, რომ უბრალოდ საქაღალდია და შიგნით ქაღალდები არის და ჩანაწერების სახით და ურთიერთკავშირებზე დიდათ არ იფიქროთ, მაგრამ ესეც სათქმელი იყო და მაგითო გითხარით, მაგრამ ეს თქვენ სამუშაო პროცესში ანუ არაფერს არ გიწყვიტავთ. ხო, ეს იყო ის, რაც უნდა იცოდეთ მოდულებზე. და შესაძლებელი არის სისტემაში შეიქმნას მოდულები სპეციფიური დანიშნულებით. ანუ არის რაღაც მოდულები სტანდარტული, როგორც არის lead, deal,
პროდუქტი და ასე შემდეგ, მაგრამ არის მოდული, რომელიც სპეციფიურია და იმ კონკრეტულ ბიზნესს ჭირდება და შესაძლებელია მათი შექმნაც. ამიტომ აი მოდულების დალაგება, მათი ურთიერთკავშირი და ახლების შექმნა, აი ამასთან დაკავშირებით თუ დაგჭირდათ დახმარება, ვიდეოს აღწერაში არის საკონტაქტო მონაცემები.